მამაკაცი დესპოტი, რატომ ავლენს მამაკაცი აგრესიას და რა არის ამის მიზეზი? მე ვარ ხათუნაწი კლაური, ციფრული ფსიქოლოგი და ვეცდები რომ ამ ვიდეოში აგიხსნათ თუ რატომ ავლენს მამაკაცი აგრესიას, რა არის ამისი მიზეზი და როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია და თუ ქალბატონები მაგალითად არიან ურთიერთობაში, სადაც ეწოლას განიცდიან, ვეცდები რომ აგიხსნათ როგორ შეიძლება რომ მათი პარტნიორის უარყოფითი თვისებები პლუსში განვითარდეს. არავინ არ იბადება მკვლელად და მანიაკად. ყველა ჩვენ თვითონ ვირჩევთ თუ როგორ ვიცხოვროთ, მაგრამ არსებობს ისეთი კოდები ადამიანის დაბადების თარიღში, სადაც ძალიან აგრესია ძალიან დიდი დოზით არის და ზოგჯერ ადამიანი ამ დიდ უარყოფით ენერგიას თვითონ ვერ აკონტროლებს და არის რამდენიმე კატეგორია მამაკაცების, რომლებიც უფრო ხშირად ავლენენ აგრესიას. ასეთი შემთხვევა არის ერთიანები, ესენი არიან მამაკაცები დაბადებული პირველ 19 და 28 რიცხვში, ნებისმიერი თვის და ასევე შესაძლებელია რომ ეს თვისებები გამოვლინდეს იანვრის ვარში დაბადებულებმაც გამოავლინონ ეს თვისებები. ასეთი მამაკაცები, ესენი არიან ლიდერები, ყველაზე გენიალური იდეები მხოლოდ მათ თავში გენერირდება. მათთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაიმში მუშაობა, რადგანაც ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათზე ბრძანებლობენ და თუ ნაიმში მუშაობს, ის ყოველთვის წამყვან პოზიციაზე უნდა იყოს, სადაც ის შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ის არის ორგანიზატორი და არა შემსრულებელი და როდესაც ის ნაიმში მუშაობს, თავის ამ ენერგიას ვერანაირად ვერ ხარჯავს და ოჯახში მოსული ის აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მას პრობლემა აქვს ნდობასთან დაკავშირებით. თავისი ნატურით ის მარტოხელა ფსიხია, მას არ უყვარს დიდად კომუნიკაცია, თავის თავშია დისტანციურად, თავის თავშია ჩაკეტილი. როგორც გითხარით, მას კომუნიკაცია დიდად არ უყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად ერთვება კონფლიქტში, თუნდაც იმის გამო, რომ დაამტკიცოს, რომ მართალია და მასთან კომუნიკაციისას ის ყოველთვის მართალია. აქედან გამომდინარე, ერთიანს უყვარს ქალბატონები, რომლებიც არიან კარიერისტები. ანუ მის გვერდით ქალი ყოველთვის უნდა გამოიმუშავებდეს ფულს, რადგან მათი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მათთვის ძალა არის იქ, სადაც არის რეალიზება და სადაც არის ფული. ისინი ქალს არ აღიქვავენ ავტორიტეტად, თუ დაუშვათ არის დიასახლისი და მას თავის შემოსავლის წყარო არ გააჩნია. მათ გვერდით ქალი ყოველთვის უნდა მუშაობდეს, მას ყოველთვის უნდა ქონდეს თავის შემოსავლის წყარო, რითიც მას შეუძლია რომ უზრუნველყოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ განქორწინების შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღოს ბავშვებზეც და როდესაც მამაკაცი გრძნობს, რომ ქალი არის ძლიერი, ის ვერ ანხორციელებს მასზე კონტროლს. მან იცის, რომ ის არის ძლიერი და ის შეუძლია თავისუფალ დინებაში წავიდეს, ამიტომ ის აღიარებს მის სიძლიერეს, იწყებს მის პატივისცემას და მისთვის ანგარიშის გაწევას. ამიტომ თუ ასეთი მამაკაცის გვერდზე გადაწყვეტეთ ცხოვრება, თავიდანვე მზად უნდა იყოთ, რომ როდესაც თქვენ არ რეალისტებით და ის რეალისტა, მას მომენტალურად ავიწყდება, რაც მანამდე მისთვის გაგიკეთებიათ. ამიტომ რომ არ დარჩეთ გულგატეხილები, იზრუნეთ იმაზე, რომ გქონდეთ თქვენი ჰობი და გქონდეთ თქვენი შემოსავლის წყარო. მეორე კატეგორია მამაკაცების, რომლებიც დიდი დოზით ავლენენ აგრესიას, ესენი არიან ოთხიანები, დაბადებული ნებისმიერი თვის 4, 13, 22 და 31 რიცხვში, ასევე აპრილის თვეში შეიძლება რომ ეს თვისებებიც გამოავლინონ. თავიანთი ნატურით ერთიანებისგან განსხვავებით ისინი მარტოსულები არ არიან, მათ ჭირდებათ ოჯახი, მათი არქეტიპიც არის მამა, მამამარჩენალი. მათ უყვარს, ისინი თავისი ბუნებით ძალიან მშვიდები არიან, მათ უყვართ სტრუქტურა, სიმშვიდე, სიწყნარე. ერთიანისგან განსხვავებით ის არ დატოვებს ოჯახს და არ წავა საგულაოდ, როგორც ამას ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივლინებაში, როგორც ამას ერთიანი აკეთებს, მაგრამ მან ოჯახში ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ ის არის მთავარი, მაგრამ ოთხიანები არიან მიდრეკილები ხელისაწევისკენ და სამწუხაროდ საერთოდ ოთხიანი ეს არის ძალის ენერგია და როდესაც ის თავის ენერგიას სპორტის საშუალებით ან აქტიური ცხოვრების წესის საშუალებით ვერ ხარჯავს, ვერ ახდენს თავისი ამ ძალის რეალიზებას,
სამწუხაროდ მისი ენერგია ხდება ძალიან აგრესიული და ის იწყებს ქალზე ხელის აწევას. სამწუხაროდ ეს ასია. ყველაზე საშიში დამნაშავეები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან თავიანთ მსხვერპლს, ეს ყოველთვის 4-იანია. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა 4-იანი აგრესიულია, პირიქით, ეს ყველაზე სტაბილური, ყველაზე მშვიდი ენერგია, მაგრამ ის თუ მინუსში წავიდა, ასეთ აგრესიას ავლენს და ამიტომ თუ დაუშვათ თქვენი პარტნიორი არის 4-იანი, ან თქვენი შვილი არის 4-იანი, მისთვის აუცილებლად, როდესაც გაღიზიანებულია, არავითარ შემთხვევაში არ გაამწვავოთ ურთიერთობა, მას მიეცით საშუალება, მას უბრალოდ მოცილდით, მიეცით საშუალება, რომ დამშვიდდეს, დაწყნარდეს და თუ დედები გაითვალისწინებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ბავშვის აღზრდა ქამრის მეთოდით და იმ მეთოდით, რომ კუთხეში დადექი ხმა არ ამოიღო დამშვიდი დაწყნარდი, არა პირიქით, ის არის ძალიან მოუსვენარი, მას სჭირდება თავისი ენერგიის და ძალა, რაც მას აქვს, ამისი დახარჯვა და ამიტომ გირჩევდით, რომ შეიყვანოთ ისეთ აქტიურ სპორტზე, როგორიც არის მაგალითად ბოქსი, როგორიც არის ნებისმიერი აქტიური სპორტი, სადაც თავის ენერგიას დახარჯავს. მიეცით საშუალება, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამოუშვას, თორე აი ამ დიდ ენერგიას, უზარმაზარ ენერგიას, რაც მას სხეულში გააჩნია, თქვენ ამას შეამცირებთ და ის გახდება მოსიარული ბომბი, როდის აფეთქდება თქვენც არიცით და საერთოდ 4-იანს რა ახასიათებს იცით? ყოველთვის ცდილობს, რომ თანასწორ ბრძოლაში მიიღოს, თანასწორ ბრძოლაში როგორ მიიღოს მონაწილეობა, სადაც ის თავის მოწინააღმდეგეზე ყოველთვის გაიმარჯვებს. და ამიტომ ის ირჩევს ყოველთვის თავის სუსტს და ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის ყოველთვის მეუღლე და იწყებს უკვე აგრესიას მეუღლესთან დაკავშირებით. ამიტომ თუ გინდათ, რომ 4-იანი არ იყოს აგრესიული, ის აუცილებლად უნდა დაკავდეს აქტიური სპორტით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გარეთ დახარჯოს და ჯერეთ, რომ როდესაც ის თავის პოტენციალს დახარჯავს და სახლში დაბრუნდება, უკვე იქნება ჰარმონიაში და იქნება ძალიან მშვიდი.